Hi, მეგობრებო, როგორ ხართ? მოკლედ, ახლა ვუყურებდი ქართველი იუთუბერია და ტიქტოკერი ხათო. ხო და ახლა ვუყურებდი მის ვიდეოს, როგორ უყიდა თავის დედიკოს მანქანა და ანუ მეც რო ძალიან ბედნიერი ვარ, ანუ გიჟდები. აი სხვის ბედნიერებას რო ვუყურებ მართლა მე ძალიან ბედნიერდები ხოლმე. ძალიან საყვარელი გოგოა მართლა და ეხლა შემთხვევით შემხვდა ეს ვიდეო სათაურით როგორ ვუყიდე დედას მანქანა ხო და ჩავუჯექი გემრიელად და 44 წუთიანი ვიდეო ანუ მართლა 2 წუთში გავიდა თუ არ ვიცი ისე მთავრდება რომ ანუ ვერც გავიგე იმდენად იქ ვიყავი მეც ანუ მე მგონია რომ მეც იქ ვიყავი ანუ გინდა ყიდვის მომენტში გინდაც ეს გადაცემის მომენტში და ასე შემდეგ ანუ ძალიან დიდი ბედნიერებაა რომ ასეთ მაგარ საჩუქარს ჩუქნი შენს მშობელს ანუ ყველა ტივის ძალიან მაგარი ვიდეოა, ემოციური ვიდეოა და გირჩევთ რომ თქვენს უყუროთ. მოკლედ დავიწყებ იქიდან რომ ძალიან დიდი ხნის შემდეგ რაღაცა და ძალიან დიდი ხნის წინ შემხვდა ვიდეო TikTok-ზე, ხათოს ვიდეო რომელიც იყო мотиваციის და იმ პერიოდში მართლა ძალიან მჭირდებოდა мотиваცია, იმიტომ რომ რაღაც დაკარგული ვიყავი, არ ვიცოდი ვინ ვიყავი, არ ვიცოდი საერთოდ რა მინდოდა და ნუ ასე შემდეგ და მანამდეც ვიცოდი ეს გოგონა, მაგრამ აი იმ ვიდეოს ყურების შემდეგ რაღაც ბევრ რამეზე დავფიქრდი და მოკლედ რა ძალიან დამეხმარა და იმის შემდეგ ხშირად ვუყურებ ხოლმე კახეთის ვლოგები აქვს ხოლმე და ხომ იცით მამის მხრიდან ვარ კახეთიდან და ძალიან მიყვარს ეს კუთხე ხო და ძალიან მიყვარს ხოლმე ხათოს ვლოგების ყურება და ეხლა ეს ვიდეო რო შემხვდა რაღაცა ძალიან გაბედნიერდი და მინდოდა რომ თქვენთვისაც გამეზიარებინა თან დიდი ხანი არ გადამიღია ვიდეო და არ დამიდია უბრალოდ გადაღებული მაქვს ვიდეო მაგრამ დიდი ხანია არ დამიდია იმიტომ რომ დასამონტაჟებელია და ვერ მოვიცალე იმიტომ რომ ძალიან ბევრი სიახლე არის ჩემ ცხოვრებაში და ცოტა ეიფორიაში ვარ და ცოტა რაღაცნაირად ვერ მოვიცალე თქვენთვის სამწუხაროდ. ხო და გადავწყვიტე რომ ბარემ ამ ვიდეოს მეშვეობით გაგიმხელთ ჩემს ძალიან მაგარ ამბებს. პირველ რიგში გეტყვით იმას რომ დიხანია მინდოდა მეთქვა თქვენთვის, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო არ მქონდა უფლება რომ მეთქვა. და სანამ არ განხორციელდა ვერ გითხარით მოკლედ ხო და ეს არის ის რომ ჩემმა დედიკომ გახსნა თავისი სალონი და წამოვიდა იმ სალონიდან სადაც მუშაობდა ამდენი წელი ხო და ახლა უკვე აქვს თავისი სალონი მას და მის მეგობრებს და უძღვება ბიზნესს სხვათა შორის ძალიან კარგად მიდის მართლა წლებია ვეუბნაოდი რომ მეთქი ანუ შენ ნაშრომს და შენს ნაოფლარს და ასე შემდეგ არ უნდა უყოფდე სხვას შენ იმ ხელა ადამიანი ხარ და ანუ ისეთი მაგარი პროფესია გაქვს და ისეთი პროფესიონალი ხარ შენი საქმის რომ შენ უნდა გქონდეს შენი თქვა ანუ ყოველთვის მაგას ვეუბნაოდი მაგრამ ხომ იცით
სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ გვიანია ეხა პირიქით. როცა დრო იყო, მაშინ მოხდა ეს ყველაფერი. ანუ ყველაფერს აქვს თავისი დრო. ხო და 10 სექტემბერს იყო ჩვენი სალონის გახსნა და მე პატარა ვლოგიც გადავიღე და მოდი ამ ვიდეოში ჩავსვამ ბარემ, რადგან მოგიყევით და გაჩვენებთ ჩვენს ულამაზეს და უსაყვარლეს სალონს და ვისაც როლი გექნება შეგიძლიათ მიბრძანდეთ და ჩაიტაროთ თქვენთვის სასურველი პროცედურები. ყველანაირი პროცედურა შეგიძლიათ რომ ჩაიტაროთ. ეს არის თმა, ჩხილი, მანიკური, პედიკური, ანუ წარბი, შეგიძლიათ წამწამები, ასევე ფილერი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ეპილაციაც დამოვიწყდა. კიდე აღარ მახსოვს რეები შეგიძლიათ ჩაიტაროთ ჩვენ სალონში. ძალიან კარგი და პროფესიონალები მუშაობენ მართლა. ახლა ჩაგისვავთ პატარა ვლოგს ჩვენი სალონის გახსნიდან, რომელიც 10 სექტემბერს გაიხსნა ოფიციალურად. ჰაი მეგობრებო, როგორ ხართ? მოკლედ, დღეს არის დედაჩემის სალონის გახსნა, მან და თავის მეგობრებმა გახსნა სილამაზის სალონი და დღეს გვაქვს ოფიციალური გახსნა. და ამიტომ ჩემთან ერთად წაგიყვანთ, მაგრამ სანამ იქ წავალთ, დედაჩემი დაიგო. მანამდე სხვა გეგმები გვაქვს და იქაც წაგიყვანთ. ხო, ახალი ქურთუკი მაცვია, მაგას მე გაჩვენებთ. ახლა მოვედით ჩემს საყვარელ კაფეში. ავსწავლებ და მე უკვე დედიკოსთან წავალთ. ახლა მივდივართ დედიკოსთან სალონში და საღამოს უკვე გვექნება გახსნა. ეს არის ჩემი და ჩემი დის ძაღლი. ოღონდ გარეთ ვაჭმევთ ხოლმე და სუქცნაობს და ეხლაც მოვიდა ჩვენთან. ეს და კიდე ორი ყავს, ამის დაქალები არიან. ქალბატონო, რა გრძნობა? სასწაული გრძნობა, სასწაული ბედნიერი. წარმატებები თქვენ ყველას. თქვენ რატო ხართ ცუდად უკაცრავად? რატო ხართ ბედნიერების გარკვე ცუდად ვარ? უკაცრავად, ვინმე მემსახურება? დღეს არ კრეჭთ. მე სიტყვა ძალიან მიყვარს. შემკრეჭით ქალბატონო უკაცრავად. ძალიან მეძი ხარ. ცოტა ახლოს მოდი. ჩემი პრინცესა. არა უშავს. ხილს გაშეცონაზია. ეს არის ტორტი, ჯერ ბოლომდე დასრულებული არ არის და გაჩვენებთ იმისიც. რა ლამაზი ხართ.
ჩვენი მოსაწვენია. ერთი, ორი, სამი. წავიდა. აიმე. იმედია რომ მოგეწონათ ჩვენი სალონი. ახლა კი მინდა მეორე ძალიან კარგი ამბავი გაგიმხილოთ, რომელიც ეხება ჩემს შემდეგ პროფესიას, რომელზეც ამ წელს დავიწყე სწავლა სექტემბერში. ხო და მინდა დავიწყო თავიდან. დაახლოებით 1 წლის წინ და 2 თვის წინ დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ მე მინდოდა ახალი საქმე, რომელიც ბავშვობიდან მომწონს და რომელზედაც ხშირად ფიქრობდი, რომ ამ საქმესაც შევეჭიდებოდი და ეს არის მასაჟი, როგორც არელაქსაციო, ასევე სამკურნალო, სკოლიოზის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო და შარშარო დავრეგისტრირდი ერთ-ერთ სასწავლებელში, არ დამირეკეს. არ ვიცი რატომ, მაგრამ არ დამირეკეს და ძალიან ვინერვიულე, მართლა ღამეები არ მეძინა და ვტიროდი რომ მეთქი რატო, ანუ რაღაცას რომ დავისახავ მიზნად, რატო არ შეიძლება რომ ეგრევე გამოვიდეს და მოკლედ რა მოვთქვავდი და დამირეკეს სექტემბერში. ახლა ამ წლის როცა მე 1 წლის წინ დავრეგისტრირდი უკვე ხელი მქონდა ჩაქნეული, აღარც ფიქრობდი ხოლმე, იმიტომ რომ მეთქი, მოკლედ, ესე იგი არ არის ესე საჭირო თუ რაღაც მოკლედ და ეხლა დამირეკეს წინა თვეში 7 სექტემბერს დამირეკეს და 8-ში უკვე მივედი გასაუბრებაზე, გავიცანი ჩემი ლექტორი, ადამიანები, რომლებთან ერთადაც უნდა მესწავლა, დავსწავლო კიდევაც, ხო და მოკლედ აგერ უკვე ოქტომბერია და მე ვაგრძელებ სწავლას. ძალიან დაკავებული ვარ, იმიტომ რომ თან მუშაობ, თან სწავლა და რატომღაც მივატოვე ჩემი არხი და მინდოდა რომ ერთიანად მომეყოლა ეს ყველაფერი თქვენთვის და რადგან ეხლა დავიწყე ვიდეოს ჩაწერა, ბარემ გითხარით ყველაფერი. ხო და ძალიან კმაყოფილი ვარ მართლა, სასწაული ლექტორი მყავს, მართლა ვინც გაიგო რომ მე მაიკოსთან ვსწავლობ, ანუ ისე აქებენ, რომ არ ვიცი, სასწაული პროფესიონალია. იმაზე მეტს გვასწავლის, ვიდრე საერთოდ ვალდებულია და საერთოდ უნდა გვასწავლოს, მართლა ძალიან გვეხმარება და ძალიან გვერდში გვიდგას, რომ რაც შეიძლება ადვილი ენით შევისწავლოთ ეს პროფესია და თან ეს ისეთი პროფესია, რომ თუ არასწორად გაუკეთე ადამიანს მასაჟი, ძალიან ბევრი შემთხვევებია, რომ შეიძლება საერთოდ დაასახით ადამიანი, საერთოდ დატოვო იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც იყო რა. ძალიან რთული პროფესიაა და ანუ მართლა უნდა ჩაადო შენი დრო, შენი რესურსი, შენი ყველაფერი უნდა დაივიწყო და უნდა გადმოერთო ამ პროფესიაში და მე სწორედ ამას ვაკეთებ და ძალიან ბედნიერი ვარ მართლა, იმიტომ რომ მართლა ხელი მქონდა ჩაქნეული და ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ რეგისტრაციიდან 1 წლის შემდეგ დარეკავდნენ, რომ გამარჯობა, ჩვენ აქედან გირეკავთ და მობრძანდით ამადა ამ დღეს და ანუ ძალიან ბედნიერი ვარ მეგობრებო. ახლა წავედი, ცოტა მე მგონი დიდი ვლოგი გამოვიდა, დიდი ვიდეო. რაგემშვიდობების ჩემო ძვირფასებო, მომავალ ვიდეომდე. მიყვარხართ!